მოგესალმებით, დღეს 4 შაბათია, ვორქშოპის მორიგი ეპიზოდი. პირველ რიგში მადლობა პოდკასტ ზონას იმისთვის, რომ აქ ვიწერთ და აქ ხდება ჩაწერა ჩვენი ეპიზოდების. ასევე უღრმესი მადლობა ჩვენს პარტნიორს და მხარდამჭერს Financial Experts Corporations იმისთვის, რომ ჩვენი ეპიზოდები ესე კარგად იწერება. მოკლედ, ნინა, გამარჯობა კიდევ ერთხელ და მე ვიცი, რომ დღეს ძალიან განსხვავებულ თემაზე, ისე თემაზე, რომელზეც ბევრს არ ლაპარაკობენ და ალბათ ბევრისთვის უცნობიც არის, მოგვიწევს საუბარი და გვყავს გამორჩეულად კარგი პროფესიონალი სტუმრად. კი ბატონო. მოკლედ დღეს ვისაუბრებთ განსხვავებულ სფეროზე, რეალურად, რომელიც ყველას ეხება და ყველას ჩვენ თითოეულ ჩვენგანს ეხება, მაგრამ საერთოდ არ ვიცით რას ნიშნავს. და მოკლედ დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის თემურ ბარკალაია, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. ბატონო თემურ, დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. და მოგესალმებით და მადლობა, რომ ჩვენს გვერდით ხართ. აი და მოდი დავიწყოთ სულ თავიდან, ბავშვობიდან, პირველ კითხვას გადმოვალთ, იმიტომ რომ სტანდარტულად ყველა ჩვენ რესპონდენტს ვეკითხებით ამ კითხვას, რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით ბავშვობაში? კოსმონავტი. კოსმონავტი. ჩემი თაობის ბავშვობის ოცნება იყო ჰაერში ფრენა, კოსმონავტი გამხდარიყავი და ვარსკვლავებთან ახლოს ყოფილიყავით. ეს იყო ჩვენი პირველი, ასე ვთქვათ, ოცნება, ბავშვობის ოცნება. პერენერალენერა ეს ოცნება ცოტა უფრო რეალური გახდა, უფრო ცადეთ კოსმონავტობა. ხო, სახში ვცადე თორჯერ, მაგრამ არ გამომივიდა. შლემი მომერგო, მაგრამ აი ფრენაზე ცოტა რაღაც პრობლემები იყო და ნელა-ნელა მივხვდი, რომ რაღაც ცოტა სხვა პროფესია მინდა და ერთხელ მოხვდა ჩემ ხალხში წიგნი, რომელმაც საერთოდ შემიცვალა, სრულად შემიცვალა ჩემი ხედვა ბევრ რაღაცაზე და გადავწყვიტე, რომ მინდოდა გამხდარიყავი ის ადამიანი, ვის დაეხმარებოდა სხვას და სადღაც 14 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე, რომ მე მინდა გავხდე ექიმი. მაგის შემდეგ ჩემი მთელი გეზი წავიდა იმისკენ, რომ მესწავლა, ყველაფერი გამეკეთებინა. 14 წლის ვიყავი, როცა დავიწყე პრაქტიკულად მუშაობა ერთ-ერთ რაიონულ საავადმყოფოში, მერვე შტატი ხო, მაგრამ მაინც იყო ის გამოცდილება, რაც შემდეგში ძალიან დამეხმარა. მერე იყო აკადემია, მერე იყო ბევრი ომი, ბევრი ის, მერე იყო 18 წლის რო გავხდი და პირველად ყვია რო ამოვიღე ადამიანის სხეულიდან დაჭერილი ჯარისკაცისაგან და მაგის შემდეგ მოვყვები ამ სფეროს. ძალიან მაგარი გამოცდილება არის 18 წლის ასაკისთვის. კი. მაშინ მეგონა ჩემი ძალიან დიდი მეგონა ჩემი თავი და ალბათ ეგრეც იყო. ალბათ ეგრეც იყო. იმ გამოცდილებით რა გამოცდილებასაც ყვებით? ბევრ 18 წლის ასაკში, ბევრს არ აქვს 18 წლის ასაკში ეგეთი გამოცდილება და. გარემო მოხდა ისეთი, რომ იყო აფხაზეთის ომი, იყო სამოქალაქო ომი, რეალურად იყო ისეთი რაღაცა, ხელები არ ყოფნიდათ. მე იქ პრაქტიკაზე ვიყავი ხოლმე, უკვე ჩასული და აი პატარა რაღაცებით დავიწყე და ბოლოს, მივედი იქამდე, რომ მანდეს მიდი ამოიღე გიყურებთ, მაგრამ მიდი გააკეთე და ძალიან გამიხარდა, ძალიან დავიბენი, მაგრამ ქირურგიაში არის ძალიან საინტერესო რაღაცა. ფსიქოლოგიურად ხარ მზად იმისთვის, რომ ნაბიჯს წინ თუ გადადგა უკან დასახევი ადგილი აღარ, წვავ ხიდებს, ასე ვთქვათ. უკან დასახევი გზას მიდიხარ, ხო, მიდიხარ ბოლომდე, ან მაშინ თქვი, რომ არა ვარ, ეს არა ჩემი პროფესია და მაშინ რა გინდა აქ და ცოტა ქირურგებს სხვა ფსიქოლოგია აქვს, სხვანაირი ხედვა აქვს და სხვანაირი გამბედაობა აქვს. მაგარი, ძალიან საინტერესო არის. ანუ მე რაც გავიგე, თქვენ 14 ასაკში უკვე ჩაბარებული არ ქონდათ. არა, 16 წლის ვიყავი, რომ ჩავაბარე სამედიცინოზე. დიახ.
ანუ ეს ერთ-ერთი პირველი რესპონდენტია ალბათ ვინც იმას ამბობს რომ ბავშვობაში რაც გადაწყვიტა იმას გააყვა და ეგ ძალიან საინტერესო გამოცდილება ანუ ცხოვრებისეული დიდი გამოცდილებით მოდიხართ და 14 წლის ასაკში პრაქტიკა რო დაიწყეთ რას გულისხმობდა ეგ პრაქტიკა თეორიში ეგეც რო გითხრათ ეგთანს ვეხმარებოდი საავადმყოფოში ანუ ეს თქვენი ნებით იყო თუ ხო ჩემი ნებით იყო იმიტომ რომ ვიცოდი რომ რა მინდა და იცით რა შეიძლება რაღაც ქვეცნობიერეთაც ის ყოფილიყო რომ იქ რო არ მომწონებოდა თქვა სიტყვის ის ან რაღაცა ჩემთვის მიუღებელი ყოფილიყო შეიძლება არც გავყოლოდი ამ პროფესიას აბსოლუტურად სხვა რამე შეგებოთ თავი კი და შეიძლება ესეც კარგი იყო რომ აი 14 წლის ასაკში მე აი ეს პირველადი გამოცდილება ასე ვთქვათ შევიძინე და მე გამომადგა ეს გამოცდილება ბევრ რაღაცაში კეთილი. ეხლა დღეს ვლაპარაკობთ ჩვენ ძირითადი მიმართულება გვაქვს ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე როგორც მახსოვს ეს მახსოვს არა იდეაში ეგრე აღვიქავრეს ჯანდაცვის მენეჯმენტი ესეთი მიმართულება თვითონ სწავლის კუთხითაც და როგორც პროფესიას შედარებით უფრო ახალგაზრდა არის ჩვენ სივრცეში საქართველოში. და ორი სიტყვით რო აღწეროთ რას ნიშნავს ჯანდაცვის მენეჯმენტი ანუ რას წარმოადგენს თავში ხო საქართველოში სამწუხაროდ 90-იან წლებში და წლებიდან მოყოლილი როცა ეს ყველაფერი ჩვენ მივიღეთ თავისუფლება ქვეყანა აირია წამოვიდა ასეთი მენტალიტეტი აი როგორ გითხრათ ასეთი აზრი რომ მე თუ შემიძლია სიტყვის გავაკეთო ოპერაცია რა პრობლემაა რომ მე მართო საავადმყოფო სიტყვის ან რაღაცა რაც აბსოლუტურად არასწორია რაც აბსოლუტურად მიუღებელია აი თქვენი პროფესიიდან გეტყვით მაშინდელი აზრი იყო ასეთი კარგ რაღაცას რეკლამა არ ჭირდება კი ბატონო ხო ეს იყო ქართული მენტალიტეტი ანუ რა რეკლამა თუ აკეთებ ესე იგი ცუდია კი ბატონო თვითონ პროდუქტი უნდა შვებოდეს იმას რა ჭირდება ხო ანუ რაში მჭირდება ეს და მე თუ შემიძლია ოპერაცია რა პრობლემაა რომ მართო თქვათ კლინიკა რაღაცა სამწუხაროდ ეს იყო ყოველთვის რადიკალურად მიუღებელი ჩემთვის და პირველი ჩემი გამოცდილება რაც დაიწყო სამედიცინო მენეჯმენტთან იყო 99 წლიდან და მაგის შემდეგ მოვყვებოდი იყო ქალაქის ჯანდაცვაში სამართლის უფროსი ვიყავი რეალურად აი წამოვიდა 2003-ში 23 მილიონი ლარის მართვა არ იყო არ არის იოლის საქმე თქვათ ვიყავი თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსი სადაც 1300-მდე თანამშრომელი ყავს იმას საერთოდ სხვა გამოწვევები აქვს საერთოდ სხვა იდეოლოგია აქვს ჩემ ხელში გაიარა თბილისის წყალდიდობამ აი ეს რაც მოხდა უბედურება ბევრი რაღაცა გვაჩვენა იმ დროს ბევრი რაღაცა საოცრება ხდება დღესაც რაც საქართველოს მეტი არსად არ ხდება და ვერ მოხდება და რა ვიცი მე მგონი რომ აი ეს ჯანდაცვის მენეჯმენტი არის ის რაღაცა რაც მომავალში უფრო კარგად მოგცემს იმის საშუალებას რომ მართოდ არა მარტო კლინიკები არამედ ჯანდაცვის მენეჯმენტი უნდა იყოს სამინისტროში სახელმწიფო დონეზე მაგას ვამბობ. აუცილებლად. თავისი ხედვით გრძელვადიანი და აუცილებლად. მე მაგ იმის ფუფუნება რომ მე ამ ჯანდაცვას ვიცნობ ყველა მხრიდან. ანუ როგორც სამწუხაროდ პაციენტი, როგორც სახელმწიფო მოხელე, რომელმაც იცის რა უნდა როგორ უყურებს სახელმწიფო რა ხედვები აქვს და ასევე მომიწია მუშაობა სადაზღვევო კომპანიებში სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად და ისიც ვიცი რა თვალით უყურებს დაზღვევა ამ ყველაფერს ანუ ბიზნესი რა თვალით უყურებს ესე რომ კი ბატონო აი ეს სამკუთხედი რო თქვათ აი ასეთი ყველა მხრიდან მე მაგ პირადი გამოცდილება და ეს რეალურად ჩემთვის არის ძალიან კარგი როგორ თქვათ დამხმარე, იმიტომ რომ რეალურად შენ რო იცი ისინი რას გელოდებიან, იმათ რა მოლოდინი აქვს, შენ შეგიძლია იყო როგორ აი flexible როგორ. კი ბატონო, მოქნილი, ხო, უფრო მოქნილი იყო და უფრო იცოდე ვის რა შესთავაზო და როგორ შესთავაზო და რა კუთხით დაელაპარაკო, რაღაცა გააგებინო,
იმიტომ რომ ესეცაა ჩვენთან პრობლემა რომ გააგებინო და ისიც არის რომ ამ გაგების შემდეგ რომ ყველაფერი განახორციელო. რეალურად პროცესების მართვაზე ვლაპარაკობთ აქ თუ ანუ გლობა მე ესე წარმომიდგენია რომ სადაც მენეჯმენტი შედის იქ ალბათ პროცესების, რესურსების, ხალხის აი რაღაც კომპლექსური ის არის, ხო? ეს ყველაფერი ერთად არის. კი, აქ იცით რა, იყო მომენტები, როცა ადამიანი გვეუბნება, იყო რომ ერთ უნივერსიტეტში მანამდე იყო ასე რა განსხვავებაა უბრალო მენეჯმენტის და ჯანდაცვის მენეჯმენტის შორის. ეგეც ისეთი კითხვა, მაგაში განსხვავება ალბათ დღეს არის ბევრმა და თუ მოდი ძალიან მარტივად გეტყვით, ჩემ სტუდენტებსაც ამას ვეუბნები ყოველთვის და მოდით უბრალოდ შეკითხვას დაგისვათ რა განსხვავება არის და რა როგორ ერთნაირობა, აი როგორ თქვათ ეს არის მსგავსება, მადლობა ამ სიტყვის მსგავსება არის დაუშვათ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და ხუთვარსკვლავიანი საავადმყოფოს შორის. საკმაოდ ბევრი და დიდი. როგორც განსხვავებები, ისე ნუ კი, მომსახურების კუთხით ალბათ როგორც კლიენტს ესე რომ შევხედოთ, კმაყოფილებაზე თუ ვიზრუნებთ ის რა სტანდარტები უნდა იყოს მაგ კუთხით, სადაც გვანან ერთმანეთს, ანუ შესაბამისობაში უნდა იყოს ჩემი აზრით. მოდით გავიაროთ ეს 2 წუთით. კი, სიამოვნებით. რა არის საავადმყოფო, რა არის თქვათ სასტუმრო იგივე. ორივე ლოგინები და საძოლია. ხო, პალატა არის, იქ არის პალატა, აქ არის ნომერი, მომსახურე პერსონალი გჭირდება. სანიტარული მდგომარეობა ერთშიც არის, მეორეშიც არის. უბრალოდ შეიძლება ოდნავ რაღაც სხვანაირი იყოს კლინიკაში. ცოტა უფრო მეტი ჭირდება კლინიკაში. ხო, გააჩნია ესის განყოფილებასაც გააჩნია, რომელზეა ლაპარაკი. ყვება იქაც გინდა, აქაც გინდა. ხო, მენეჯმენტი იქაც არის, აქაც არის. აბა მაშინ რა განსხვავებაა? აი ის რაღაც პატარა over service რასაც ქვია. აი ეს არის ის განსხვავება, რითაც ჩვენ გადავდივართ უკვე მენეჯმენტში, ჯანდაცვის მენეჯმენტში, თორემ ხო, ბევრი რაღაცა გავს ერთმანეთს. კი ბატონო, მაგრამ ყველაფერს ერთად ვერ მართავ. ადამიანის ფსიქოლოგია სხვანაირია, იქ სხვანაირი მოთხოვნილებებია. სხვანაირი ყოველდღიურობა სხვადასხვა აქვს იმას. კი ბატონო, სადღაც სიცოცხლის გადარჩენისთვის ვიბრძვით, აქეთ იმისთვის, რომ ცოცხალნებმა კარგად დაისვენონ და იქ რეალურად კი, ძალიან მიახლოვებო თქვა სპარიზორს, რასაც ქვია, ანუ რასაც ვეძახოდით. ბალნეოლოგიური რო ავიღოთ. კი ბატონო, რასაც ვეძახოდით, აი იმებს სანატორიუმები რაც. ესეც სამედიცინო, მაგრამ რეალურად იქ უკურნალო ძალიან ნაკლებად იყო, უფრო დასვენება იყო რეაბილიტაცია. ხო და საბოლოო ჯამში კითხვას ვაგრძელებ იმითი, რომ რამდენად აუცილებელია სამედიცინო განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტისთვის. ფრინავს უნდა ეშინოდეს სიმაღლესი? არ უნდა ეშინოდეს ჩემი აზრით. გჭირდება ჯანდაცვის მენეჯმენტი ექიმი რო იყოს? ალბათ კი. მეც ასე ვფიქრობ, ჯერ შენ როგორც სპეციალისტმა უნდა გაიაზრო ის რის მართვას აპირებ. ვის მართვას აპირებ. არა მარტო რის, არამედ ვის მართვას აპირებ. იმიტომ რომ კიდე ერთხელ ძალიან არ მიყვარს ხოლმე როცა ტელევიზიაში აი თავის ფეხით მოვიდა კლინიკაში, თავის ფეხით კლინიკაში არავინ არ დადის. იქ არ არის გასართობი ობიექტი და არაფერი. შევიარო ერთი ნახო რა ხო რა ხდება, აბა რამე ყავა ხო არ აქვს ახალ რაღაცა, ნუ არავინ არ შემოდის, ხო? კლინიკაში ადამიანი მოდის, იმიტომ რომ იმკურნალოს. ადამიანს რომელსაც რაღაც პრობლემა აქვს, იმის ფსიქიკა ცოტა სხვანაირია. სხვა მოლოდინები აქვს, სხვა განცდები აქვს, შენსგან სხვა რაღაცას ელოდება. აქ ირთვება ის, რასაც დღეს ჩვენთან უკვე ნელა-ნელა უფრო კარგად აქცევ ყურადღებას, ეთიკური ნორმები, მორალური ნორმები და ethical and morality ასე ვთქვათ. აი ესეც ერთვება და confidentiality რასაც ქვია. ესეც ერთვება და კიდევ ხო ლაპარაკობ, შენ თუ გინდა იცოდე შენი სფერო, ჯობია იცოდე ის, ვინც ამ სფეროში მუშაობს და ვინც ამ სფეროს მომხმარებელია. როგორ აზროვნებენ ის მაინც უნდა იცოდე. ხო, ვინც არის მომხმარებელი, უნდა იცოდე, აი რა უჭირს, რატო მოდის, რას ფიქრობს. თქვენ აღნიშნეთ, რომ სამედიცინო განათლება ესე საჭირო არის ამ სფეროში და მეც სრულებით გეთანხმებით, იმიტომ რომ რაღაც ის მენეჯმენტს აპირებ, სერვისი რაღაც მინიმუმ რაღაც მაინც უნდა გესმოდეს მაგ სფეროში რა და მე ძალიან მოყვებით მაგაში, მაგრამ უშუალოდ ეს ჯანდაცვის მენეჯმენტი სად ისწავლება და თუ ისწავლება? კავკასიის უნივერსიტეტში მაგალითად. ძალიან მარტივად.
რამოდენიმე სხვა მისწავლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყეს. ანუ ესე ცალკე არის საგანი. Healthcare management ხო, რაც იცით რა, აი ცოტა სიტყვაც სხვანაირად ჯანდაცვის მენეჯმენტი, ჯანმრთელობის დაცვის, აი ასე ვთქვა და healthcare და არა ჯანდაცვა გამოსულია აი რუსულიდან. თავდაცვა ჯანდაცვა. ხო, ჯანდაცვა. კი ბატონო. ისწავლება და ძალიან კარგია რომ ისწავლე და მე ვარ იმით ამაყი რომ უკვე რამოდენიმე თაობა მყავს ჩემ ხელში გავლილი რომელიც დღეს მართლა კარგ პოზიციებზე მუშაობენ და მე ყოველთვის ჩემ სტუდენტებს ვეუბნებ იმას რომ მე მინდა რომ ჩემი სტუდენტები იყოთ იქ სადაც აი ამ გადაწყვეტილებებს მიიღებთ და რო იცოდეთ რატო ღებულობთ ამ გადაწყვეტილებას და რაც მთავარია ყველა მენეჯერისთვის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხიც რო აგოთ და რო იცოდეთ რომ ეს ტვირთი თქვენზეა და არავინ სხვაზე არასდროს თქვენ და კიდევ ერთხელ თქვენ. მაინტერესებს საქართველოში რამდენად განვითარებული არის ეს სფერო და ისაბოლოდ სად საქმდება ჯანდაცვის მენეჯერი თუ რა ვიცი როგორ ქვია. აი რომ დაამთავრებ ჯანდაცვის მენეჯმენტს სად საქმდები. ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესია დღეს სამწუხაროდ მედიცინა. იმიტომ რომ დღეს ხო ეს მედიცინა გადავიდა ბიზნესში და უკვე სხვანაირად უყურებენ, ანუ აქ უკვე მოგებაზეა ლაპარაკი, ბევრ სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. ციფრები. უფრო უკეთესი. ლარი. ეს არის მთავარი დღეს ბევრ რაღაცას, ბევრ ვიღაცისთვის და ნუ სამწუხაროდ ეს არის დღეს ჩვენი დღევანდელი რეალობა. სად მიდის ჯანდაცვის მენეჯერი, როცა ამთავრებს ინსტიტუტს? სამედიცინო სფეროში, ძალიან დიდი სამედიცინო სფეროა და ფარმაცევტიკაში. ძალიან ბევრი ფარმაცევტული პატარა თუ დიდი კომპანიები ყავს, სადაც ასევე მიდის ეს ჯანდაცვის მენეჯერი. სადაზღვევ კომპანიები. სადაც ძალიან ჭირდებათ ჯანდაცვის მენეჯმენტის მქონე ადამიანები. პროფესიის მქონე ადამიანები. აი ეს არის ეს სფერო, რომელიც დამიჯერეთ საკმაოდ დიდია. და მოთხოვნადი. მოთხოვნადი არის იმის გამო, რომ ბევრი უკვე ხვდება, რამდენად საჭიროა პროფესიონალი, თავის საქმის პროფესიონალი. თუ წინათ იყო, რომ მე ვარ და მე ყველაფერი შემიძლია, ყველაფერი ჩიკი ვარ, ასე ვარ, ისე ვარ. დღეს ბევრი ხვდება, რომ ყველაფერი ჩიკობა ასე ადვილული არ არის და შენ თუ გინდა რომ შენი კომპანია არც მომგებიანია და ხვდებიან ამას და წინა თუ იყო, რომ ყველაზე დიდი საქართველოს უბედურება არის დღესაც ჩემს ფიქრით არის ის, რომ ადამიანს ირჩევდნენ არა პროფესიული თვალსაზრისით, არამედ ასეთი ცუდი რაღაცით, ჩემთვის ასე ვთქვა, ცუდი რაღაც, რასაც ქვია ჩემიანია და ვენდობი. ვენდობი არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი პროფესიონალია და ადამიანს, რომელსაც შენ ენდობი და მოიყვანე და მე მაგას თხოვ ისე როგორც რეალურ პროფესიონალს, აცდენაა, კი ბატონო, ძალიან დიდი აცდენაა და ის სამწუხაროდ ის პიროვნებაც ვერ ხვდება რა უნდათო ჩემსგან. მე თუ მომიყვანე და ამ ადგილზე დამნიშნე, ესე იგი ღირსი ვიყავი, რომ აქ მომიყვანე და დამნიშნე. მე რა რომ 23 წლის ვარ და ვარ მინისტრის მოადგილე, ესე იგი ღირსი ვიყავი, რომ მომიყვანე. ღირსი ვიყავი, რომ რაღაცა ნახეთ ჩემში და ნუ სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში არავინ არ იწვის, რომ მე არ დამნიშნოთ ამ ადგილას. ჯერ მზად არა ვარ მზად და არ მესმის ეს სფერო. რადგან პრობლემებზე ვსაუბრობთ, მე ვკითხავ ბოდიშოვსკა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა რომელი მიგაჩნიათ? ხუმრობით გეტყვით ავადმყოფები. ეს ყველაზე დიდი პრობლემა. როგორ გითხრათ, აბა, ძალიან ბევრი რაღაც კეთდება ჯანდაცვის სფეროში, ძალიან ბევრი რაღაცა კეთდება და უბრალოდ კიდევ ერთხელ ლაპარაკობ პროფესიონალები. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ბევრ ადგილას. არა მარტო ჯანდაცვაში მე მგონი. ხო, არა მარტო ჯანდაცვაში, მე ამ წუთას გეუბნებით ჯანდაცვას. ხო, პროფესიონალები, თავის საქმის პროფესიონალები, რომელმაც იციან რა აკეთონ, როგორ აკეთონ და ამ პროფესიონალსაც კიდე მეორე პრობლემა აქვს. ზედამხედველი უნდა იყოს პროფესიონალი.
დამქირავებელი, ხო? ვინც იქნება უფროსი, ხო, ზედამხედველი. თუ რა მოთხოვოს, სწორი მოთხოვნა და შენი გაკეთებული, კი ბატონო, სწორად მოცემული დავალება და სწორად აღთქმა იმისი, რაც შენ გააკეთე. მიღება და აი თუ შეცდომა არის ისიც რომ მიუთითო. კი ბატონო. აი ეს არის დღეს მე მგონი რომ პრობლემა რომელიც არის ძალიან მალე გადასაწყვეტი და არის იმის რესურსები რომ ეს დღეს უკვე მოხდეს და გაკეთდეს და წინ წაიწიოს ძალიან სერიოზულად. მე ისევ სწავლის პროცესს დაუბრუნდებოდი ესე რა ვთქვათ ჩააბარა ვიღაცამ ექიმობაზე ან ქირურგია უნდა ისწავლოს ან რაღაც. ანუ რამე მნიშვნელობა აქვს რომელ მიმართულებით სწავლობს სამედიცინოზე და სადღაც ხდება მე გადართვა მენეჯმენტზე თუ თავიდანვე აი თუ თავიდანვე სამედიცინოს მენეჯმენტს ვირჩევ პროცესი როგორ არის ან თან სამედიცინო რაღაცასაც ვსწავლობ? გეტყვით ახლა როგორა პროცესის არჩევნა ხდება ბოლოში, ანუ რეალურად შენ თავიდან ანუ საბაზისო რამდენი წელია მოდის? ხო, რამოდენიმე წელი 3-4 წელი არის საბაზისო, სადაც შენ უკვე რო გადადიხარ კლინიკურ საგნებზე, უკვე ხვდები რა არის შენთვის ახლოს. რა გინდა, რაში გინდა რომ იყო, როგორ გინდა რომ ხო ზოგიერთი ხვდება რომ აი ეს ყველაფერი მაგისი არ არის, მაგრამ მოსწონს იმის გაკეთება რომ ეს ყველაფერი მართოს. და თავს ხედავს იმაში რომ არა საღამო ათენოს საოპერაციო მაგიდასან ან სადღაც პაციენტის გვერდზე, არამედ რომ მართოს ეს სისტემა. Why not? რატომაც არა კი ბატონო. ხო, რატომაც არა კი ბატონო. და ანუ სადაც მე-13 წელს ხდება მაგისა. უფრო გვიან. 4 წლის მერე ან ხო, რა 4 წლის ვიღაცა შეიძლება არის რომელიც პირდაპირ მიდის ამ სისტემაში რომ მე უნდა გავხდე ჯანდაცვის მენეჯერი. ხო, ეგ მეინტერესებს მაგისტრი. ეს უკვე მაგისტრატურა ბაკალავრიატს რომ ამთავრებდა მიდიხარ მაგისტრატურაში უკვე ხვდები სად მიდიხარ. კი. შეიძლება შენ მაგისტრატურაში რადიკალურად შეიცვალო შენი პროფესია, მიმართულება, კი ბატონო და უკვე მაგისტრატურის შემდეგ ჩამოყალიბდე ვინ გინდა, რა გინდა, სად იყო, როგორ იყო. რა უნარები სჭირდება თქვენი აზრით მენეჯერს ზოგადად და ნუ ამ შემთხვევაში ჯანდაცვის კუთხით მენეჯერს? ჯანდაცვის კუთხის მენეჯერს იგივე როგორც ყველა მენეჯერს უნდა კონდეს გააზრებული ერთი რაღაცა. შენ აგებ პასუხს იმაზე, რასაც შენ ავალებ სხვას. შენი პასუხისმგებლობაა ეს, შენი ტვირთია და არა არავის სხვის ტვირთი არ არის და შენ თუ დავალება მიეცი, მოდი პასუხის აგე იმ დავალებებზე, რასაც აძლევ. თუ შენ არ შეგიძლია რომ გააკონტროლო ის, რასაც შენ დავალებას აძლევ, მაშინ რა გინდა ამ სისტემაში? ხო ხტებით რასაც ვაბარ, აი რა გინდა ამ სისტემაში? აი ესა ყველაზე მთავარი, შენ თუ ჯანდაცვის მენეჯერი, შენ თუ კლინიკის ხელმძღვანელი ხარ. რა უნდა გააკეთო პირველ რიგში? ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო რომ ჩემი თანამშრომელი უნდა იყოს კომფორტში. მე რომ მოვთხოვო თანამშრომელს ბოლომდე დაიხარჯოს, ჯერ მე უნდა შეუქმნა კომფორტი. აბსოლუტურად გეთანხმებით. კი ბატონო, ჩემ თანამშრომელს მენეჯმენტი არ არის რომ აი შენ იმპერატიულად წადი იქ, გააკეთე ეს, გააკეთე. არა, მოდი ჯერ შენ თანამშრომელს შეუქმნი კომფორტი. ცხელა კონდიციონერი დავთქი. ქაღალდი ჭირდება, ქაღალდი მიეცი. რაღაც აპარატურა ჭირდება, გასაგებია, უნდა გაუკეთო. და ამ შემთხვევაში კიდე ისიც უნდა აკონტროლო რომ იმ თანამშრომელმა არ მოგთხოვოს ისეთი რაღაცა, რაც რეალურად არ გჭირდებათ. ანუ ისიც უნდა იცოდე რომ რა არის რეალობა და რა არ არის. შეიძლება იყოს რომ შენ თანამშრომელს სხვა ხედვა მოусმინე, რა უნდა, რა პრობლემაა რომ მოусმინე. კი ბატონო, გადაწყვიტეთ, ერთად გადაწყვიტეთ. გაინაწილეთ ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ final decision, რასაც ქვია, საბოლოო გადაწყვეტილება არის შენი. იმიტომ რომ შენ ხარ ხელმძღვანელი. და შესაბამისი პასუხისმგებლობას მოხდა. ხო და შენი ტვირთი არის ეს პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე. დღეს ძალიან აქტუალური არის ამ თემას შევეხები AI და ტექნოლოგიები. თქვენი აზრით ამ კუთხით შეცვლის რამეს ჯანდაცვის სფეროში? გეტყვით ახლა ძალიან მარტივად AI-სთან მაქვს ორმაგი დამოკიდებულება და გეტყვით რატო. ძალიან მაგარი რაღაცა. ყველა არ ვიცი შეიძლება ბევრს უთქვი, მაგრამ მე რომ ამ ჩემ სტუდენტების ასაკში ვიყავ ეს რო ყოფილიყო ჩემ დროს რამდენი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა, რამდენი რაღაცის აი წარმოდგენა არ მაქვს. ძალიან კაი რაღაცა, ნებისმიერ მასალას მოგაძებნინებს, ყველაფერს გაგაკეთებინებს. დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება AI-ის მიმართ არის ძალიან მარტივი.
ან შენ მართავ AI-ს და AI არის შენი საუკეთესო ასისტენტი, ან AI მართავს შენ და შენ არავინ არ ხარ. რეალურად ის არის შენი მართველი. სამწუხაროდ ძალიან დიდ დღეს მე მყავს სტუდენტები, რომლის საბაკალავრო თემის ხელმძღვანელიც ვარ და მაგისტრებთანაც მუშაობ სამაგისტრო ნამუშევარზე და სამწუხაროდ ახალგაზრდობამ აღიქვა ეს AI როგორც არა დამხმარე, არამედ ყველაფრის შემცვლელი. რეალურად რაღაც ნაბიჯი რო გადადგან დღეს AI-ს ეკითხებიან ასე როგორ გავაკეთო, ესე როგორ გავაკეთო და როცა ჩემთან მოდის ნაშრომი და ვიცი რომ AI-ს გაკეთებული, ანუ copy paste აქვს. კი ბატონო, თან რაც თავარია ლექტორები ხვდებიან მაგას, უმრავლესობას გონია რომ ვერ და ისედაც მაგის ჩეკერიც არსებობს და ჩვეულებრივად ჩეკერი ერთია და მაგის გარდა ხო ვიცი ვინ ხარ, შენი ტერმინოლოგია ვიცი რა არის, ყველაფერი და რო წერ ისეთი მაღალფარდოვანი სიტყვები, რომელსაც არ დაწერ უბრალოდ. ხო, ვერ დაწერ, არ დაწერ და მეორე არის ის რომ როცა შენ ნაშრომზე მარტივად გიკითხები, აბა გამეც პასუხი, აი ეს რა არის და რო იბნევი შუშის თვალები გაქვს. სამწუხარო არის ის რომ ბავშვებს რო ხსენ რომ არ ენდოთ. კი ბატონო. არ ენდოთ. ნახეთ რა ხდება რუსეთში. რუსეთში თიშავენ ინტერნეტს, ხო? და რას იზავ? მოკვდა შენთან ინტერნეტი. რა უნდა გააკეთო? ვინ ხარ მე? ხო. მაგის გარეთ. მიდიხარ ტყეში მეგობრებთან ერთად, შენი მეგობარი გახდა ცუდად. პირველად დახმარება როგორ უნდა აღმოუჩინო? AI შეკითხები არ მუშაობს AI. არ არის რა ინტერნეტი. შენი თავი არის, შენი AI და შენი ტვინი არის. აი ეს რაც დაგეხმარება და ყველაზე კარგად მართავს. ამიტომ კიდევ ერთხელ ლაპარაკობ, ან AI-ს მართავ შენ, შენი ინტელექტი, შენი ცოდნი და AI არის შენი ძალიან კარგი ასისტენტი, ან AI მართავს ბოლომდე მართავს და სამწუხაროდ რაც არ არის კარგი. არა მარტო არ არის კარგი, ეს არის კატასტროფა. კი ბატონო, ეს არის ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ კიდევ ერთხელ ლაპარაკობ, AI არის ძალიან სერიოზული, ძალიან კარგი რაღაცა და თუ იცი მისი გამოყენება, ძალიან მაგრა დაგეხმარება ბევრ რაღაცაში. მე ერთი ესეთი ის მაქვს რა, აი დაამთავრა სტუდენტმა ბაკალავრია და რა ჯობია თავისი გამოცდილებისთვის. ჯანდაცვის მართვის მიმართულებით. კერძო სექტორში ეძებოს სამსახური თუ სახელმწიფოში. ორთავი არის რადიკალურად განსხვავებული. კი ბატონო და აი განსხვავებით თუ შეიძლება რომ დავანახოთ. კი ბატონო, ანუ კიდევ ერთხელ აი სიტყვა რაც ვიქვა flexible, ანუ უფრო მოქნილი არის კერძო სექტორი, უფრო სტრაფია, უფრო მოქნილია, უფრო ორიენტირებულია რაღაც მოგებაზე, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რა არის სახელმწიფო სტრუქტურა? კაცრი, განსაზღვრული, გაწერილი იერარქია, ნაბიჯები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კერძო სტრუქტურაში მინდა ეს ჭიქა ვიყიდო მჭირდება. რა პრობლემა წავედით ვიყიდეთ. სახელმწიფო სტრუქტურაში მჭირდება ეს ჭიქა. 15 ბარათი, რატო გჭირდება ეს ჭიქა? როგორ გჭირდება? მე ცხადდება ტენდერში ვინ მოიგებს, ის როდის მოგაწოდებს, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ნუ აი ძალიან სასაცილო იყო, როცა სახელმწიფო სტრუქტურაში გადმოვიდა ღრმად პატივცემული ბატონი დონალდ ტრამპი პირველად რომ მოვიდა და რო არ მოეწონა ფარდები რო არ მოეწონა რო თქვა რომ აი ეს გამომიწვალეთო და იქ რო აუხსნეს რომ გვაქვს 4 ფერი და აქედან უნდა ამოარჩიო და მე ტენდერი უნდა გამოაცხადო და ასე შემდეგ და სადაც ერთ ორ კვირაში გამოცვლით აი იგივეა ასე თქვა დააერო რა ხო რა რას ნიშნავს მე აგერ წადით იყიდეთ არა რას ნიშნავს ვიყიდოთ სახელმწიფო ფული არის ხალხის ასე ვთქვათ ფული, ხალხისგან მიღებული ფული, ხო? ტექსის. აი რეალური გამოცდილებისთვის, აი სადღაც 5 წლიან იმაში, რა ქვია, ეგ მაინტერესებდა, რომ 5 წლიან პერსპექტივაში საჯობია, რომ მაგალითად მე ხედავ, რომ იგივე სახელმწიფო სტრუქტურაშიც არის პლუსი, რომ იმუშაო, იმიტომ რომ ზუსტად მაგ ბიუროკრატიას სწავლობ და რაღაც პროცესები როგორ დააჩქარო მე, შეიძლება უფრო უკეთესად გესმოდეს. კიდე ერთხელ, კი ბატონო, მე კიდე ერთხელ გონებით, რომ ამთავრებ დასაწყისი რომელი ჯობიათ ხო რა. კიდე ერთხელ გონებით, თქვენი გადასაწყვეტია, სად მიდიხართ? გავიგე. მინდა ვიყო სამინისტროში, მაშინ წადი სახელმწიფო სტრუქტურებში. გავიგე. მინდა ვიყო მაკონტროლებელი, წადი სახელმწიფო სტრუქტურებში. მინდა ვიყო ბიზნესში, ასე ვთქვათ, ან
ეს კერძო სფეროში, წადი კერძო სფეროში. ეს უკვე პირადად თქვენი გადასაწყვეტია, აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ორთავე სტარტაპია, ხო, ორთავეს იწყებ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, X თავის ნიუანსები აქვს, აქ თავის ნიუანსები აქვს. 10 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ ჯანდაცვის სისტემა? ძალიან განვითარებულია. არა მაგრამ წარმომიდგენია, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ანუ მაგზაზე მივიდივართ, ეგ კითხვა, ხო, ეგ მინდოდა რომ მეც მეკითხა. აი, წარმოვიდგინეთ, მე სად ვარ დაწყებული ქაოსიდან ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც იყო 90-იანებში. მაგალითად, ჯანდაც 2003-ში რატო შეიქმნა, ვთქვათ, პირველი სამართლო, სადაც მე ვიყავი ხელმძღვანელი, ანუ პროგრამების სამართლოს უფროსი ვიყავი და ეს რა იყო ეს პირველადი ჩანასახი იყო სახელმწიფო დაზღვევის. რა მოხდა? მოხდა ძალიან მარტივი რამე, უსახკარო ადამიანმა მოიტეხა ფეხი და თბილისის სასტრაფოს მანქანამ ყველა კლინიკას მიადგა. არც ერთმა არ მიიღო, იმიტომ რომ არა გადახდელუნარიანი იყო პიროვნება და ბოლოს ადგილიდან ძალიან მარტივად მოიყვანეს და დასვეს მერის პირდაპირ ეს პიროვნება და თქვეს აგერ არის. მაშინ მიხედეთ. და მიხედეთ და აი მეორე დღიდან დაიწყო ეს პროგრამა, სადაც აი ასეთ ხალხს, ვის სოციალური დაზღვევა, ასე ვთქვათ, დაიწყო, სადაც ინდივიდუალურად ყველას უხდიდით თანხებს. და ეს დაიწყო პირველი თბილისის მერიაში. ქაოსიდან ის რასაც ქვია ჯიბიდან გადახდა და რო იციან ხომ ის უფასო ყველი არისო ხაფანში. სათაგურში ხო. იმ ყველსაც ვიღაცა ყიდულობს. არ მოდის ისე მარტივად. მართალია. იმ ყველსაც ვიღაც ყიდულობს და დებს იქ. შეიძლება იმ საწყალ წრუწუნასთვის არის ეს. ცუდი რაღაც საბოლოოდ, მაგრამ ეს არის. დღევანდელ რეალობას შეიძლება ცოტა ინფორმაცია მოშვება, მაგრამ ძალიან საინტერესო არის დღეს აი საყოველთაო დაზღვევა და ეს ჯანდაცვა რაღაცა ერთიანი მომენტი არის, ეხლა რო უყურებ. რამდენად მესმის რომ თავის პლუსებიც აქვს, თავის სირთულეებიც აქვს ამ საყოველთაო დაზღვევას რა და ცოტა იმაგას რო შევეხოთ რა, რამდენად გამართული არის და რამდენად სწორად ხდება აი შუალედის დაცვა რა. რომ ყველა თანაბრად იღებს თუ არა საყოველთაო დაზღვევას. ყველა თანაბრად არ იღებს, არის გადანაწილება, სერიოზული გადანაწილება, ასევე თქვენი შემოსავლებიდან ხდება ეს გამომდინარე, ასევე არსებობს კერძო დაზღვევა, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარულია საქართველოში. შენ თუ კერძო დაზღვევაში ხარ, შენ ავტომატურად ეთიშები ამ პროგრამას და მოდით დავიწყოთ იმით, იდეა რა არის ამ საყოველთაო დაზღვევის. შენ მიიღებ სამედიცინო დახმარებას. ეს არის ამის იდეა. ანუ შენ ქუჩაში არ დარჩები სამედიცინო მომსახურებების გარეშე. ამან კითხვაც არის ხარისხი რამდენად. აი მოდით სხვანაირად ვილაპარაკოთ. ახლა მე რო დამჭირდა რაღაც ოპერაციის გაკეთება, ჩემთვის რო დამჭირდა, ნუ მე ჩემთვის მინდოდა რაღაც შევიძინე. სახელმწიფო გეუბნება რომ მე შენ იგივე ოპერაციას გიკეთებ, მაგრამ მე ვცდილობ რომ ყველანაირად ასე ვთქვათ იაფად გამოვიდე, ხო? ხარჯი იყოს ნაკლები ჩემთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე გაგიკეთებ შენ ისეთ რაღაცას, რომ შენ ასე ვთქვათ დაგაინვალიდო. იგივე როცა კლინიკა ერთვება ამ სისტემაში, სახელმწიფო არავის არ აძალებს არ იქა მოდი და აი შენ უნდა იყო. არა გეუბნება გინდა იყავი, არ გინდა არ იყო, ხო? და შენ თუ კლინიკა ხარ და შენ თუ ამ იმაზე ხელს აწერო, კი მე ვარ და პაციენტი შემოდი შენთან, იქ უკვე არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო დაზღვევა, კერძოა თუ ჯიბიდან პაციენტი არის პაციენტი. გართულება არის გართულება და გართულება მოდი მაშინ შენ ხარჯზე უკვე შენ ზუგზე გადადის და რატო გადადის რაღაცაში ეკონომია გააკეთე რაღაცა არახარისხიანი მოიტანე ანუ შენ თავს ავნებ მეტი არაფერი არ დაგავეწე სახელმწიფო აი რატო ლაპარაკობ რომ ყველგან უნდა იყოს სპეციალისტი სახელმწიფო არის ვინ სახელმწიფო არის შემსყიდველი კი ბატონო ხო და იქ ჭირდება პროფესიონალები, ვინც ამ შესყიდვის ობიექტს, რაც უნდა შეისყიდოს, უნდა იცოდეს რას ყიდულობს, როგორ ყიდულობს, რატო ყიდულობს. ალბათ შესაბამისად კადრებსაც ეხება იქ ხო პროფესიონალები. პროფესიონალები. იმიტომ რომ
მე თავარი ის იყო რომ ხარისხს თუ ვდებთ რა იმ შემთხვევაში რომ კონტროლი ალბათ ჯანდაცვის მენეჯმენტის თავარი ესე წარმომიდგენია რომ თბილისშიც და რეგიონშიც ერთნაირი ხარისხის მომსახურება მიიღოს პაციენტმა. მოდით ერთ რაღაცას შეგეკითხოთ. ხო ძალიან რთულია. არა, გეტყვით ერთ რაღაცას გეტყვით, აი რო გადავდივართ რა განსხვავება ჯანდაცვის მენეჯმენტის და უბრალოდ მენეჯმენტის საგან. აჰა. რას ნიშნავს ხარისხი ჯანდაცვაში? ხო, აი დანიშნულოვანია. ხო, ანუ რა არის ხარისხი უბრალოდ სისტემა ნებისმიერ მაღაზია იქნება. ვიცით ხო, რა არის ხარისხი? ძალიან მარტივად ვიცით. რა არის ხარისხი ჯანდაცვაში? რა კრიტერიუმებით მიმართოთ ამ ჯანდაცვას? კი ბატონო. იგივე რასაც ქვია აი satisfaction, ანუ პაციენტის კმაყოფილება. აბსოლუტურად სუბიექტური რაღაცა. დღეშენ შეიძლება მინიმალური რაღაცა გაუკეთო ერთ პაციენტს და აი ცამდე აგიყვანოს ჩემი ექიმი და ასეთი კარგია და ისეთი კარგია. მეორე პაციენტი რომელიც შეიძლება ერთ კვირას შემოვიდეს, ზუსტად იგივე რაღაც გადაყვე თავზე რაღაც დამატებით რაღაცა გააკეთო ესე და იყოს აბსოლუტურად უკმაყოფილო. რატო? იმიტომ რომ უტრირებ ამ შამპანიური და იკრა არ მომიტანეს დილას. გავიგე. საუზმეზე ან ჩემეკთან რატო აქვს ასეთი თმები ან რაღაცა კიდევ ხოლმე ლაპარაკობ. ამიტომ არსებობს გაიდლაინები, სადაც სტანდარტები არსებობს, რაც უნდა მართოს ჯანდაცვის მენეჯერმა, მოდი ესე. არა მარტო ჯანდაცვის მენეჯერმა, დავიწყოთ იმით რომ სახელმწიფოდან მოყოლებული თითოეული ობიექტზე რა. გაიდლაინი რას არის? ეს არის ყველას გვაქვს ჩვენი გაიდლაინები და შენ თუ step by step ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვები ამ გაიდლაინს, ხო? უკვე იქ არის ლაპარაკი იმაზე რომ შენ შეასრულე თუ არ შეასრულე ის ყველაფერი რაც იყო საჭირო. აი ამ მაგ სტანდარტს შენ თუ ყველაფერი შეასრულე, გააკეთე ისე როგორც საჭირო. რა არის ჩემთვის კრიტერიუმი? პაციენტი დაბრუნდეს სახლში ჯანმრთელი. კი ბატონო. პაციენტს არ მოწონს რომ გარეთ რო გადახედავდა ზღვა არ არის და არის გასაგებია. ხო, სუბიექტურია, მაგრამ ნუ არის უკმაყოფილოა პაციენტი. მეოთხე სართულზე რატო არ ვარ და რატო არ მეშვიდე? ეს მესმის აბსოლუტურად. არის თუ არა კლინიკის მენეჯერის ამ შემთხვევაში ადამიანის რომელიც ჯანდაცვის მენეჯმენტის ნაწილია, ხო? კლინიკის მენეჯერის პასუხისმგებლობა პერიოდული გადაკვალიფიცირება ან იმის რა ქვია, სტაფის აუცილებლად. ეს არის HR-ის პირდაპირ მოვალეობა, რომელიც ექვემდებარება ჯანდაცვის მენეჯერს, მოდი ეს. HR-ის, ხო, იმიტომ რომ HR-ი ბევრმა არ იცი საქართველოში ვინა HR-ი. კი ბატონო. ვერ ხვდები. ჩვენ გვეყოლება აუცილებლად HR-ი. ხო, აი ძალიან კარგი იქნება თუ კარგი HR-ი გეყოლებათ, იმიტომ რომ კარგი HR-ი არ ნიშნავს რომ მარტო საბუთები ავიღე და იქ პლუს. HR-მა უნდა იცოდეს რა გიჭირს შენ. როდის გაქვს დაბადების დღე? რა პრობლემა გაქვს? და არა მარტო ეს, არამედ უნდა გრაფიკი კონდეს, როცა გიწევ შენ რაღაც გადამზადებები. როცა გიწევ შენ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე წასვლა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რა არის ეს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები? ეს არის ჩემი კლინიკის ინვესტიცია შენში. კი ბატონო. რომ ყოველთვის აპდეიტი იყოს. ხო, რომ მე მინდა რომ ყავდეს ძალიან მაგარი სტაფი. აზზე მოსული. ჩემი სტაფი არის ჩემი კაპიტალი. ჩემი სიამაყეს და საბოლოოში გათვლა ბიზნესის გათვლა. იგივე აი თქვენ სფეროსო შევეხოთ, მარკეტინგი ჯანდაცვაში რა არის? ძალიან ვითომ მარტივი ისა, მაგრამ არ არის მარტივი. რა უნდა გააკეთო? პაციენტი რით უნდა მოიზიდო შენთან? აი დავშვა და ვაჟაზე რო გახვალდა, მოდი ჩემთან კლინიკაში მე. კი, ეს არის რა, მარკეტინგში ეს არის მესიჯი, ხო? მიბმული არის კონკრეტულ პიროვნებებზე, მოდი ეს. ხო, მაგრამ მიბმულია, მაგრამ ამ წუთას არ არის მიბმული. შენ გადიხარ, შენ გახსოვს, აი თუ დაგჭირდება, მე ხო იქ ნახე და აი მივალ იმ კლინიკაში და ეს არის თავი რომ ის კლინიკა შენ გაწვდის ამ ინფორმაციას, რომ მე მყავს საუკეთესო ექიმები. მე მაქვს საუკეთესო ტექნოლოგიები, მე მაქვს საუკეთესო აპარატურა. ასე შემდეგ ასე. მაჩვენებლები გამოკეთებული არა, გადარჩენილი თუ ნამკურნალები იმის. აი ეს უკვე ცოტა სხვა რაღაცა დღესაც საქართველოში სამწუხაროს არის ეს რაღაცა, რასაც ქვია სარაფანაე რადიო ქვია ამას რუსულად ჩვენთან ეს აი რომ ზარი ახლობელთან აი ქვინ არის აი იმას როგორ და მე იქ უკვე ისე მოდის პირადი შეფასებები არა ობიექტური, მაგრამ აი ამ იმან რა ქვია, მაგას საყოველთაოდ გააკეთა ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა უკვე დაიწყო არაკერძო
პიროვნებაზე მიბმა, არამედ თვითონ კლინიკაზეც და საჭირო იმაზე, რა ქვია, მაგას პროცედურაზე. ხო, გავიგე. ხო, მე რა კითხვა დავსვით, ეგეც ალბათ მენეჯმენტის ნაწილია, თქო, მე ყოველ შემთხვევაში ეს წარმომიდგენია, რომ ალბათ კლინიკა რო ავიღოთ რა, აქვს თუ არა ეგეთი მაჩვენებელი, რომ მაგალითად შემოსული 100 პაციენტიდან რამდენი პროცენტი გავიდა კმაყოფილი. როგორ უნდა გააკეთოთ ეს ჯერ ხო არ ვიცი თუ ხდება ანუ კი გასვლის დროს შეიძლება შეეკითხო რამდენად კმაყოფილი ხარ შეავსებინო თვითონ ჩატარებული ოპერაციები როგორ დამთავრდა რაღაცა ეგენია სტატისტიკა ეს ძალიან მარტივია უბრალოდ კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩემთვის როგორც ექიმისთვის რა არის კარგი არის როცა პაციენტი მიდის სახლში კმაყოფილი და ბედნიერი ჯანმრთელი ხო ჯანმრთელი კმაყოფილი შეიძლება არ იყოს მაგრამ თავარია ჯანმრთელი ხო თავარია ჯანმრთელი იყოს და ჩემი კრიტერიუმებით მე ვიყო ბედნიერი. რომ ამ პაციენტს უსვებს სახლში და იმის პრობლემა არ მაქვს რომ ეს პაციენტი ვიცი რომ არ დამიბრუნდება, იმიტომ რომ კარგად გავაკეთე ჩემი საქმე. და სხვა სუბიექტური აზრები კიდევ ერთხელ ლაპარაკობ. ეს უკვე ცოტა სხვა რაღაცაა. ეს შეიძლება სხვა კატეგორიაშიც გაიყვანოთ, მაგრამ კი შეიძლება შენ გააკეთო რაღაც კითხვარი, სადაც გაქცეს პასუხი, რა მოეწონა, რა არ მოეწონა, მაგრამ შეიძლება იყოს რომ მე არ მომწონს ჩემი პალატის კედლის ფერი. თუ დაუსვათ შეკითხვას? ხო, აი არა, უბრალოდ რა მოგწონს, რა არ მოგწონს. ხო და იქ ჩაგიწევს არ მომწონს პალატის ფერი, არ მომწონს რომ მეზობელი გვერდზე ვიცი არ გამიღიმა მედამ. ხო, ან ძალიან ხმაურიანი ის იწვა ჩემთან ერთად, ასე ხრინავდა ჩემ შემთხვევაში. კი ბატონო ეს მაგრამ რეალურად ეგ ყველაფერი ეგ შეფასება შენ არაფერს არ გაძლევს, იმიტომ რომ გვერდზე თუ პაციენტი ხრინავდა პირობითად, ანუ ეგ ჩემ მენეჯმენტს არაფერს ხო, მაგრამ პაციენტი უკმაყოფილოა. ნუ ეს ახლა ჩემ საყვარელ ნაწილზე გადავალ თუ შეიძლება. თამაში გვაქვს პატარა. სწრაფ კითხვებს დაგისვავთ და თქვენ ბევრი ფიქრის გარეშე უნდა გვიპასუხოთ. დავიწყოთ. ერთი ყველაზე დიდი მითი ჯანდაცვის მენეჯმენტზე. დიდი მითი? ჯანდაცვის მენეჯმენტზე, რომ ყველას შეუძლია იყოს ჯანდაცვის მენეჯერი. ყველაზე დაუფასებელი პროფესია ჯანდაცვის სფეროში. ექიმი, ექთანი, სანიტარი. კი ბატონო. სახელმწიფო კლინიკა თუ კერძო კლინიკა? სახელმწიფო კლინიკა იმდენად ცოტა დარჩა საქართველოში, რომ რეალურად თავიდან ბოლომდე ვართ კერძო კლინიკებზე გადასული. კი ბატონო, ამ სფეროში საქართველოში დარჩენა თუ საერთაშორისო კარიერა? მე ვარ ქართველი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო და თუ წავედი და რაღაცა გავაკეთე საზღვარგარეთ, რასაც ვაკეთებდით ხოლმე, თავშვა და იგივე რაც თავიზოზე ქალბატონმა გულიკო ჩაფიცემ, გაგვიშვა რომ იქ აგვეკრფა ჩვენი ასე ვთქვათ, არა მარტო ცოდნა, არამედ გაგვეცნო მაგათი სტილი მუშაობის. გამოცდილება მიგეო. სტილი, გამოცდილება და უკან რო დაუბრუნებულიყავი და ერთად გვემუშავა. კი ბატონო. აი ყოველთვის მინდა მე ჩემ საქართველოში ვიქნები ბოლომდე. ცნობილი ექიმი თუ კარგი ექიმი? ცნობილი ექიმი რას ნიშნავს? შეიძლება შენ იყო უბრალო ექიმი და ტელევიზორში იმდენჯერ გაჩვენო რომ შენ იყო და კარგად მღეროდე და ხო რა ძალიან მაგარი ექიმი უნდა იყო, პროფესიონალი, ასე ვთქვათ. და ბოლოს სწრაფი განვითარება თუ სტაბილური სისტემა, რომელი ჯობს? სწრაფი განვითარება იმის გარეშე, მოდი დავიწყოთ ასე, მედიცინა არასდროს არ დგას ერთ ადგილას. მედიცინა მიდის წინ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით. ის რაც რამოდენიმე წლის უკან იყო საოცრება და რაც ჩვენთვის იყო აი ზღაპრის დონეზე, მაგალითად 90-იანებში ადამიანი ინფარქტით იწვა 30-40 დღე. კი ბატონო. დღეს ინფარქტი არის რა სტენტის ჩაღენება და ერთი საღამო რეაბილიტაცია. კიდევ ხოლმე ლაპარაკობ, სწრაფად მიდის წინ. კი ბატონო. ამას თუ არ მიყევი, თუ ჩამორჩი, შენ ხარ წაგებული. საბოლოოდ მედიცინა არ არის სტაგნირებული და არც უნდა იყოს. ვერც იქნება. არ დაგავიწყეთ, კორონამ გვაჩვენა, აი COVID-19-მა გვაჩვენა ძალიან სერიოზული რაღაცები, სერიოზული გამოწვევები, სერიოზული ხრელები და ასევე opportunities, როგორ ვთქვათ, ახალი შესაძლებლობები, ხო? საინტერესო იყო ის, რომ განვითარდა ტექნოლოგიები ძალიან ბევრი და კიდევ ერთი რაღაცა. ყველაფერი გაჩერდა ჯანდაცვის გარდა. ჯანდაცვა არასდროს არ გაჩერდება. ვერ გაჩერდება. რაც არ უნდა იყოს, ომი, უბედურება, ყველაფერი ჯანდაცვის სფერო მიდის წინ და ყოველთვის წინ იქნება
აი რა ვიცი როგორ თქვა ფრონტზე იქნება ყველა წინახაზე ფრონტზე ყოველთვის ყველგან იქნება წინახაზე. ერთი რჩევა მინდა რომ მისცეთ 20 წლის საკუთარ თავს. ჩემ საკუთარ თავს 20 წლის გავიხსენო რას ვაკეთებდი. ოპერაციას. მე უკვე ამ სფეროში ვიყავით. ხო, ვიყავ, მაგრამ არა, ჯერ სტუდენტი ვარ 20 წლის, ჯერ სტუდენტი ვარ. ავიროს უკვე მენეჯმენტზე ფიქრობ. მე არა, ჯერ არა, ჯერ არ არის, ჯერ სხვა რა. 20 წელსაც ჩემთას რას მივცემ? ისე კი არ მიცემთ რჩევაც საბოლოოდ. არ ვიცი რა. ხო, რო დავბრუნდე უკან რას იგივე გზას გამოვიდე, დიდი სიამოვნებით. შეიძლება რაღაცა ერთი დღე შემეცვალა, ორი დღე შემეცვალა, მაგრამ მაინც აქ მოვიდოდი. საბოლოო ჯამში არაფერს არ შეცვლიდით და არაფერს არ. კი, რაღაცა შევცვლიდი. აბა? ცეკვას ვისწავლე. აგარია. კარგია. მაშინ რას ურჩევდით მათ, ვისაც ამ სფეროში სურს მოღვაწეობა, ჯანდაცვის მენეჯმენტში? აი ხა რო ფიქრობს, როგორ გაიაზროს რა? კი ბატონო, დაიწყეთ პრაქტიკით, მიდით კლინიკაში მიდით, სამზიფოს რო ნახეთ, არის თუ არა ეს თქვენი. ეს თუ თქვენი არ არის, ანუ სისხლზე გული თუ მიგდის, შენი არა. ეს უკვე ექიმზეა ლაპარაკი, ბევრი ექიმს მისდის გული სისხლზე, მაგაზე სხვა რაღაც უბრალოდ მე არ მჯერა მაგის. კი, არის ხომარო და ნახე, ნუ შეიძლება წავიდე, შეიძლება არა, მაგრამ ანუ გაიგე, არის თუ არა ეს შენი. ხარ თუ არა შენ ამ პროფესიაში. გაატარებ თუ არა ამ პროფესიაში შენს დარჩენილ ცხოვრებას. ხო. დაიწყე იმით რომ აი პრაქტიკაზე მიდი, გაიგე რა არის, როგორ არის, იმიტომ რომ სანამ სტაჟირებაზე ხარ, სანამ პრაქტიკაზე ხარ, ბევრი რაღაცა შეიძლება გამოჩნდეს და ან ბოლომდე მიყვეს სიცოცხლის ბოლომდე ამ შენ პროფესიას, ან თქვა არა, ეს არ არის ჩემი და მოტრიალდი საერთოდ სხვაგან წახვიდე. სწორ წელში რო წავიყვანოთ, მაგის კეთებაც შეიძლება მანამდე სანამ აბიტურიენტი ხარ. ხო, ამას ვლაპარაკობ. ან სკოლის ასაკშიც კი რაღაც შეიძლება კლასებში თუ გაინტერესებს ჯობია მიხვიდე და ნახო, ხო? ანუ აღგულს. მიხვიდე, ნახო კი, მაგრამ დაიწყე იმით რომ ლიტერატურის კითხვა დაიწყე. მარტო სანამ ფიზიკურად მივხვალ რაღაცაზე თეორიული ის გაიარე. გავიგე. არა არა ChatGPT-სან, არამედ რაღაც აი რაც მე გავაკეთე თქვათ ის წიგნი რო ავიღებ რომ მომხდა შემდგომ. ისე რომელი წიგნი იყო? ეს იყო ასეთი ძალიან კარგი სპეციალისტი, პლეხანოველი, ბურაკოვსკი, რომელიც გაიზარდა, რომელიც რუსეთში, მოსკოვში იყო ერთ-ერთი სერიოზული კარდიოქირურგი და მაგის წიგნი ზაპისკი კარდიოქირურგა, აი ესო წავიკითხე, მაშინ მივხვდი რომ აი მინდა ექიმობა. ეს წიგნი დღესაც მახსოვს, სახში მისდევს და კითხულობთ ხოლმე? უბრუნდებით. ზოგჯერ კი. მაგარი. და ჩვენი შემაჯამებელი კითხვა რა უბრალოდ მოწოდებასავით არის, რომ მათ ვის ფიქრობს ეხლა, რომ უნდათ ჯანდაცვის მენეჯმენტში წავიდნენ, შეაშინეთ ისინი. ყველაზე ბნელი მხარე უთხარით იმისი, რომ მზად იყვნენ და იქნებ ეგ იყოს გადამწყვეტი წავლენ თუ არა. თქვენს ზურგზე არის პასუხისგებლობა ყველაფერზე. ნებისმიერ თქვენი ქმედება არის თქვენი პასუხისგებლობა. ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილების უკან დგას თქვენი პასუხისგებლობა. ამიტომ ვერ გადააბრალებთ ვერავის. ვერ იტყვით რომ აი მან ასე გააკეთა ცუდად, თუ იმან გააკეთა, რატო ყავს ის ადამიანი შენ. თუ არ იცის, რატო არ იცის ის ადამიანი, რატო არის ისევ შენთან. ამიტომ კიდევ ერთი რაღაცა, ყველა მენეჯერის და მით უმეტეს ჯანდაცვის მენეჯერის მთავარი ასე ვთქვათ, პასუხისგებლობა არის ის, რომ პასუხი აგო შენს ქმედებებზე და გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ შენი თანამშრომელი იყოს კმაყოფილი. შეიძლება ძალიან დავაშინე? არა, კარგია, პირიქით, ჩვენ ეგ გვინდა, რომ ძალიან დავაშინე. მინდა რომ ადამიანმა იცოდეს ეგეთი რაღაცები გეხმარება, გააზრებულად მიიღო გადაწყვეტილება, რა. კი ბატონო. იმიტომ რომ ეხავე თუ არ შეშინდი და შენ თავში არ გადაალაგე ის, რომ ამის მიუხედავად მე მაინც წავალ, მე რო აღმოაჩენ დროც დაკარგული გაქვს, რავი, რესურსიც და რაღაცა აცდი რა რაღაცას. კი ბატონო. მე იმიტომ გეუბნებით რომ თავიდანვე აი პირველი ნაბიჯებს რო გადადგავ, სანამ შენ პატარა ხარ, ასე ვთქვათ. სანამ შეგიძლია რომ სტაჟირებაზე გახვიდე,
ნახო რა როგორ კეთება, რისთვის კეთება, აი გაიარა ეს ნაბიჯები და ქვემოდან დაიწყე, რო იცოდე შენ ექთანს რა ჭირდება, შენ სანიტარს რა ჭირდება, შენ ექიმივრით ცხოვრობს. აი ამით რო იცოდე როგორ მართო კონფლიქტები, სერიოზული ძალიან სერიოზული საქმეები და ის უნდა იცოდე რომ შენ ზურგს უკან დგას ვიღაცის სიცოცხლე. შეიძლება შენ არ ხარ ექიმი, მაგრამ შენმა ქმედებებმა შეიძლება ის რომ რაღაცა დაგავიწყდა თქვა ძალიან ცუდ რაღაც რაღაც აპარატურა არა გამართული. რატო არა გამართული? არ დაიწყო ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება. შენ ხარ უფროსი, შენი ტვირთია ეს და შენ უნდა გაიტანო ბოლომდე ეს შენი ტვირთი, მაგრამ ისიც უნდა იცოდე რომ მარტო არ უნდა იყო შენ და იმის უნარი რომ დელეგირება გააკეთო შენი ფუნქციების და პასუხისმგებლობების. დელეგირება გააკეთო. აი მაშინ ხარ შენ თუ შეიძლება ისეთი სტაფი აიყვანო რომელსაც არ გაქვს პრობლემა რომ შენი ის დელეგირება გაუკეთა და პარდონ, მაგრამ ტუალეტის ქაღალდის ფერი რო არ უნდა არჩიო შენ და გავიგე. რაღაცა შენ უნდა ყავდეს ის სტაფი, რომელიც ამას თავისით მიიღებს გადაწყვეტილებას და იმ ადგილას უნდა ყავდეს ის კაცი, რომელიც შენსავით თავის ქმედებებზე აგებს პასუხს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. თუ დაეხმარება ჩემი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს. გვერდში დგომისთვის უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დრო დაგვითმეთ და ძალიან საინტერესო იყო მოკლედ ჩემთვის, იმიტომ რომ ეს სფერო რაღაცა სულ მაფიქრებდა და მაინტერესებდა და ბევრ კითხვაზე გაეცა ჩემთვის პასუხი რა. უღრმესი მადლობა ყველას. დიდი მადლობა თქვენი საქმიანობით ბევრს დაეხმარებთ. უარის თქმა პროფესიაზე არ ნიშნავს რომ შენ წაგებ პირიქით შეიძლება შენ სხვა პროფესიაში უფრო კარგად შენი თავი ნახო და აი ამ ადგილას არ დაიტანჯო თავი და სხვები არ დატანჯო უბრალოდ. მადლობა. მადლობა თქვენ. მოკლედ დღევანდელი ეპიზოდიც დასრულდა. უღრმესი მადლობა პოდკასტ ზონას იმისთვის რომ აქ ვიწერთ და აქ ხდება ჩაწერები და უღრმესი მადლობა ასევე ჩვენს სპონსორს Financial Experts Corporations. დროებით. ვიყურეთ დროებით.